მოგესალმებით, მინდა გამოეხმაურო იმ საზარელ კრიმინალურ ფაქტს, რაც გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მოხდა, ამ ქურდების მოყვარული კალაძის რუსული სპეცოპერაციის შტაბთან, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის ნამდვილი სახე, რაც ისედაც კარგად იცოდა საზოგადოებამ უკვე წლების განმავლობაში, თუნდაც მოყოლებული კორცხელის საზარელი დარბევისა, თუ როგორ კრიმინალურ ბანდასთან და მართლა კრიმინალური აზროვნების, არა მარტო მოღალატეებთან სამშობლოს, არამედ კრიმინალური აზროვნების ბანდასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული საზოგადოება უნდა იყოს ერთმუშტად შეკრული იმისათვის, რომ ეს ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რაც შეიძლება სწრაფად მშვიდობიანად ხელისუფლებას და სახელმწიფო ბერკეტებს ჩამოვაცილოთ. თორე თუ ასე გაგრძელდა ყოველი დღე, ყოველი კვირა ამ ბანდის ხელისუფლებაში არსებობისა, ერთის მხრივ მიაქანებს საქართველოს იმ უფსკულისკენ, რასაც საერთაშორისო იზოლაცია და რუსეთის უკანა ეზოთ რუსეთის დამონებულ კვაზი სახელმწიფოდ გადაქცევა ქვია და მეორეს მხრივ ქვეყნის შიგნით ქართველებისგან იცლება საქართველო და ვინც ამ ქვეყანაში ვართ და ვაპირებთ რომ ვიყოთ, ვიქნებით ყველა ნორმალური ქართველი, ყველა მართლა კანონმორჩილი და პატიოსანი ადამიანი, ვიქნებით იმ კრიმინალური ტერორის ქვეშ, რა ტერორიც აქვს გაჩაღებული ამ კრიმინალურ მოღალატეთა რუსულ ბანდას და ამას არც მალავენ პირდაპირ სულ ცოტა ხნის წინ მათი წარმომადგენლები იხსენებდნენ კორცხელს და ფაქტიურად სცენარს ხატავდნენ მათი ეგრეთ წოდებული ტიტუშკებისთვის ამ მოძველ ბიჭო ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე კრიმინალებისთვის, რომ როგორ უნდა გაუსწორდნენ იმ ადამიანებს, ვინც აპროტესტებს ამ რეჟიმს მშვიდობიანად, ვინც არ ეთანხმება ამ რეჟიმს და ვინც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კრიმინალების რეჟიმისგან გათავისუფლდეს. ამიტომ მოუწოდებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ყველანი უნდა ვიყოთ მოქმედი პირები ამ რეჟიმთან სამოქმედოდ და საბრძოლველად. პოლიტიკური პარტიების მარტო ამარა ან გნებავთ არასამთავრობოების ან ცალკეული ჯგუფების ამარა ეს პროცესი ვერ იქნება, ისედაც ამ რეჟიმის მოქმედების დროს პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა დასუსტებულია, რომ არსებობს საერთოდ პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობოები ჯერ კიდევ ისიც კი გასაკვირია, ამიტომ საზოგადოებამ შინაგანი ძალა უნდა გამონახოს, რომ მოხდეს მობილიზაცია საზოგადოებისა და დაპირისპირება, მშვიდობიანი არაძალადობრივი, ჩვენ არ გვჭირდება ძალადობა, მათ ჭირდება ძალადობა, ისინი არიან სუსტი, საზოგადოება არის ძლიერი, ამიტომ საზოგადოებას არ ჭირდება ძალადობა, მაგრამ საზოგადოებას ჭირდება ერთმუშტად შეკრა და ერთად ძალიან მკაფიო არას თქმა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის საწინააღმდეგოდ. ეს ერთი. მეორე, რაც მინდოდა კვლავ გამახვილებია ყურადღება იმ ვითარებაზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, რასაც ეს რეჟიმიც კი ვეღარ მალავს, როდესაც გამჟღავნდა, რომ რასაც იტყუებოდნენ რიჟვაძის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, რომ თურმე რაღაც კადრები არსებობს, როგორ ის სადღაც მიდის, იარაღს იღებს და ასე შემდეგ, თურმე ეს ყველაფერი ბლეფი ყოფილა და რაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ეჭვს, რომ ამ ადამიანს ესროლეს, არის ინფორმაცია, რომ ორჯერ ესროლეს და შესაბამისად უმძიმეს ვითარებასთან გვაქვს საქმე ამ ბანდის შიგნით, რომელიც დაუფლებული არის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბერკეტებს და შიგნით მიმდინარეობს კრიმინალური ძალიან სასტიკი გარჩევები იმ ფულთან დაკავშირებით, მათ შორის, რაზეც გუშინ ამ ბანდის წარმომადგენელმა ყობახიძემ ისაუბრა, თუ
რა მილიონები, ასეულობით მილიონი, როგორ თურმე ახლა აღმოაჩინეს, რომ იკარგებოდა სხვადასხვა სტრუქტურაში, რაზეც წლებია ვსაუბრობთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომ ტოტალური კორუფცია ამ ქვეყანაში მარტო დაუმთავრებელ 13 წლის განმავლობაში დაუმთავრებელ დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ შემაერთებელ გზაზე, აი სამტრედია გრიგოლეთის გზაზე 700 მილიონი ლარი არის მოპარული, უკვე წლების წინ პროკურატურამაც კი აღიარა ის იძულებულები იყვნენ და დღემდე არც ეს თანხაა დაბრუნებული, არც დამნაშავე გამოვლენილი. აი ესეთი უტიფარი კრიმინალი კორუმპირებული სამშობლოს მოღალატეები მართავენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საქართველოს ნამდვილად ჭირდება გადარჩენა. ამიტომ ყველამ უნდა გავაცნობიო, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა 13 რიცხვში შევიკრიბოთ და უთხრათ არა ამ მოღალატეთა რეჟიმს და მერე, როდესაც აპირებენ ჩაატარონ 4 ოქტომბერს რუსული სპეცოპერაცია, ცხადია, არც ერთი ნორმალური ქართველი ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგანაც ყველასთვის ნათელია, რომ ამ რეჟიმს უნდა რომ მოაჩვენოს ქართულ და საერთაშორისო უფრო მეტად საზოგადოებას, რომ თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის, აი თითქოს რაღაცა ნორმალური პროცესი მიდის, რომ მას ოპოზიციაც ყავს და თითქოს რაღაცა პროცესში იღებენ მონაწილეობას. ყველა, ვინც ამ მათ მიერ ხელდასმული ოპოზიციის როლს შეასრულებს, უღალატებს ქართულ ხალხს, უღალატებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ ამასთან დაკავშირებით 2 დღის წინ ნაციონალურ მოძრაობამ პოლიტსაბჭოზე ძალიან მკაფიო განცხადება გავაკეთეთ. 4-ში ყველანი არა რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ ქუჩაში, თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში, დაბებში, რათა ყველამ ერთად მშვიდობიანად, არაძალადობრივად, მაგრამ მტკიცედ, მასობრივად უთხრათ არა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას და დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ სიმართლე არის ქართველი ხალხის მხარეს, ამიტომ ქართველ ხალხს რუსების მონები, მოღალატეები და კრიმინალები ვერ დაამარცხებენ, აქედან გამომდინარე ქართველი ხალხი თუ იბრძოლებს ერთიანად და თუ იბრძოლებს ბოლომდე, თუ იბრძოლებს სიმართლით, ჩვენ ყველანი ერთად საქართველოს პატრიოტი მოქალაქეები აუცილებლად გავიმარჯვებთ. თავის კითხვა, ევროკომისიის რეკომენდაციების ხანგრძლივი შეუსრულებლობის შემთხვევაში და დოკუმენტის შეფასების ჩატარების შემდეგ კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ვიზების შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შესახებ. ეს არის ევროკომისარის განცხადება უვიზო შეჩერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ევროკომისია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთი დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგეს, როცა დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების საბანკო ანგარიშები გაყინეს. ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა ფუნდამენტური უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემის რეპრესიულ იარაღად გამოყენებისა. რამდენად რეალისტურია უვიზო შეჩერება შეუსრულებელი რეკომენდაციების ფონზე? სამწუხაროდ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის მეცადინეობის და მიზანმიმართული მცდელობის შედეგად ის რაც საქართველოს მოპოვებული ქონდა ქართველ ხალხს, ახლა ძალიან დიდი შანსია სამწუხაროდ რომ დავკარგოთ და ეს ერთ-ერთი ის დამაკავშირებელი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა საქართველოსი დანარჩენ ევროპასთან, ევროკავშირის სახელმწიფოებთან, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეიძლება დაიკარგოს და ამას პუტინის გეგმის შესაბამისად ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდა მიზანმიმართულად აკეთებს, ჯერ დაიწყო იმითი რომ მოახდინა საქართველოში ყველა დემოკრატიული ინსტიტუტების ტორპედირება, რუსული კანონის შემოღება, შემდეგ ხალხის მოტყუება, ხალხის დარბევა, შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებაზე პირდაპირ უკვე ღიად უარის თქმა და გააგრძელეს და კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების და კერძოდ ევროკავშირის ლანძღვაგინება, დადანაშაულება მათი რომ თითქოს მათ საქართველოში ომი უნდათ და თითქოს რაღაცა უბედურება უნდათ, გადატრიალება უნდათ და 1000 ამდაგვარი ტყუილი სიცრუე და კრემლის პროპაგანდა და ბუნებრივია
ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს ქვეყანას, რომელსაც ასეთი კადიროვის მსგავსი რუსული რეჟიმი, კრიმინალური რეჟიმი მართავს, ძალიან გაუჭირდება რომ შეინარჩუნოს ის, რასაც აძლევენ სახელმწიფოს, აძლევენ იმის გამო, რომ ეს ქვეყანა შესაბამისი მიმართულებით მიდის და დღეს სამწუხაროდ იმის გამო, რომ ამ კრიმინალთა ბანდას აქვს ხელისუფლება ჩაგდებული ხელში, საქართველოს სწორედ ასე გამოიყურება. და ამითი ივანიშვილი პრაქტიკულად სჯის ქართველ ხალხს მისი თავისუფლების მოყვარეობისათვის და ივანიშვილი პუტინის დავალებით სპეციალურად აკეთებს იმას, რომ ქართველ ხალხს არ კონდეს გაადვილებული მიმოსვლა ევროკავშირის სახელმწიფოებთან. მაგრამ მინდა გითხრათ ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, რაზეც მუშაობთ, ახლაც ვიყავით ცოტა ხნის წინ უკრაინაშიც, პოლონეთშიც, მოლდოვაშიც და ჩვენს მეგობრებთან მქონდა ამასთან დაკავშირებით შეხვედრები, განსაკუთრებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამოვყოფ, რომ დაისაჯოს ივანიშვილის მიერ არა ქართველი ხალხი, არამედ უნდა დაისაჯოს ივანიშვილი ევროკავშირის მიერ და გაიყოს ივანიშვილი და მისი ბანდა, რადგანაც სწორედ ასე არის, რომ ცალკე არის ივანიშვილი და მისი კრიმინალური მოღალატეთა რუსული ბანდა რამოდენიმე ასეული ბიზნეს ელიტის წარმომადგენლებთან და მათ ოჯახის წევრებთან ერთად, ბუნებრივია მათ ამ პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფ აი ბანდის წევრებთან ერთად, რაც ძალიან მცირე ნაწილი ქართული საზოგადოების და მეორე მხარეს არის ქართული საზოგადოების 99% პრაქტიკულად, რომელსაც არ უნდა შეეხოს ეს სანქციები, ამიტომ უნდა დასანქცირდეს ივანიშვილი მისი ოჯახიანად და მისი ბანდიანად და არ უნდა შეეხოს პრობლემები, არ უნდა შეექმნას ქართულ რიგით მოქალაქეებს. ეს არის ჩვენი პოზიცია, მაგრამ ბუნებრივია, მარტო ჩვენი პოზიცია არ კმარა თუ რაღაც სხვა, ასე ვთქვათ, ფაქტორებიც არ გაჩნდა მთელი ქართული საზოგადოების ჩართულობა არის, სხვა პოლიტიკური პარტიების ასევე ჩართულობა არის ამასთან დაკავშირებით საჭირო და იმედი მაქვს ჩვენ მოვახერხებთ ჩვენი ევროკავშირელი მეგობრების დარწმუნებას, რომ არ მივცეთ საშუალება ივანიშვილმა დასაჯოს და მისმა ბანდამ დასაჯოს ქართველი ხალხი და გაგვიუქმდეს უვიზო რეჟიმი რიგით მოქალაქეებს, არამედ ევროკავშირმა და ჩვენმა დასავლეთელმა პარტნიორებმა უნდა შემოიღონ სანქციები ივანიშვილისა და მისი მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის წევრებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც მშვენივრად დასეირნობენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, სარგებლობენ უვიზო რეჟიმით, მშვენივრად ისვენებენ და თან ლანძღავენ ევროკავშირს და თან სასწავლებლად, დასასვენებლად, საყიდლებზე იქნება თუ სხვა მიზნებისთვის სამკურნალოდ დაბრძანდებიან თვითონ მშვენივრად ევროკავშირში და ეს ყველაფერი ამის საშუალება, მათ შორის კურნალობის და განათლების საშუალება უნდა დარჩეს რიგით ქართველ ახალგაზრდებს, რიგით ქართველ მოქალაქეებს, ყველას ვისაც ჭირდება ევროკავშირში გამგზავრება, მათ შორის ტურისტული მიზნებით, რომ ხალხმა გაიგოს ჭეშმარიტად რა არის ევროკავშირი, რომ ის ჩვენი მტერი არ არის, რომ ჩვენ არაფერს არ გვაიძულებს, არაფერს არ გვაძალებს, ერთადერთი რა მოთხოვნებიც აქვს ევროკავშირის საქართველოსთან მიმართებაში არის ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის პატივისცემა, იმ სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალურად დემოკრატიულად ფუნქციონირება, როგორც ფუნქციონირებს ნორმალურ ცივილიზებულ სახელმწიფოში. დანარჩენი ყველაფერი არის ჩვენი კომპეტენცია ქვეყნის შიგნით და ევროკავშირი არავის არაფერს არ აძალებს, მით უმეტეს თავს არ ახვევს რაიმე ძალით გააკეთეო და მით უმეტეს ის რუსული პროპაგანდა რაც აქვს გავრცელებული ამ მოღალატეთა რეჟიმს, რომ თურმე ევროკავშირი გვეუბნება, რომ ხალი არ არის და კაცი არ არის და კაცები უნდა ერთმანეთზე დაქორწინდნენ. ეს არის რუსული პროპაგანდა, ეს არის მტკნარი ტყუილი, ეს არის უნამუსობა, ეს არის კადიროვისა და ლუკაშენკოს მსგავსი მმართველობა, რაც უნდა იყოს მხილებული და რამაც ქართველი ხალხი ბედი და ჩვენი სახელმწიფოს ბედი არ უნდა ასე ვთქვათ ჩაითრიოს ჭაობში და დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ ვიტყვი ქართველი ხალხის ერთიანი ბრძოლით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ მშვიდობიანად არაძალადობრივად ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდა ჩამოაცილოთ სახელმწიფო ბერკეტებს და ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვოთ.
ეს პარიზში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, სადაც განიხილავენ საქართველოს რა ეტაპზე არის ვალდებულებების შესრულების კუთხით, მათ შორის რა როლი აქვს და რა გავლენა აქვს გამჭვირვალობის კანონის საზოგადოებაზე, ამ კუთხით მოსმენა არის ჩანიშნული, რომელზეც მიწვეულია ეკაგი გაური, გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი. რა მიზანი აქვს მსგავს შეხვედრებს და რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო, ერთ-ერთი ძირძველი ევროპული ერი და ბუნებრივია ჩვენი ადგილი არის ამ ეტაპზე ევროპის საბჭოში, რომელსაც აქვს თავისი შესაბამისი საპარლამენტო სტრუქტურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ჩვენ შემდგომი ნაბიჯის სახით გვესახება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ევროსაბჭოში ჩვენ ვართ სრულუფლებიანი წევრი და ბუნებრივია ჩვენი ვალდებულებები არის დაფიქსირებული, ეს არის ის რაც აქვს ყველა ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანას, რომ იყოს ცივილიზებული, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ფუნქციონირებდეს, რომ არ იყოს ცემატყეპა, არ ხდებოდეს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, იყოს შესაძლებლობა ნორმალური არჩევნების ჩატარებისა, იყოს შესაძლებლობა, რომ განსხვავებული აზრი გამოითქმებოდეს, მედია ფუნქციონირებდეს, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აი ყველაფერი ამას ებრძვის ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდა. ეს არის დღეს ქართული სახელმწიფოს ძალიან სამწუხაროდ რეალობა და სამწუხაროდ ალბათ ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა. არის იმაზე მსჯელობა, რაც არის რეალურად სურათი დღეს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად შორდება ჩვენს დასავლეთელ მეგობრებს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს პრინციპებს, რომელმაც არ აღიარა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, არ აღიარა ეს შეკოწიწებული უკანონო პარლამენტი, როგორც კარგად ვიცით და რომელსაც ზურგიში აქცია თვითონ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის საპარლამენტო, ეგრეთ წოდებული საპარლამენტო, ასე ვთქვათ, საპარლამენტო ნაწილმა და ეს ძალიან კარგად მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან, იმ მეგობრებთან, რომელთა წყალობით ჯერ კიდევ მარტო ეს ერთი ფაქტი რომ დავასახელოთ, არის შენარჩუნებული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და შემდგომში მშვიდობიანი განთლიანებისთვის ჩვენი სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის საერთაშორისო დიპლომატიური მხარდაჭერის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მსჯელობა იქნება სწორედ საქართველოში შექმნილ აი ამ მძიმე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და ყველა სხვა თვალსაზრისითაც პროცესებზე და საკითხებზე. როგორც აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება გამჭვირვალობის კანონი, რაზეც მიწვეულია ხალხოტონი ეკაგი გაური. მაშინ, როდესაც აკრიტიკებს როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე ოპოზიცია ამ კანონს, ხარას ქართულ ანალოგს, ბოლოს მიმართა ორგანიზაციებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სტრასბურგს, რატომ არ მოითხოვეს ამ კანონის დროებითი შეჩერების მექანიზმი, რატომ არ გამოიყენეს? სტრასბურგის სასამართლო კანონებს არ აჩერებს და როდესაც ასეთ შეკითხვას ვამთ, ელემენტარულად ამ საკითხში ჩახედილი უნდა იყოთ. ხო შეეძლოთ მოეთხოვათ და გამოიყენებინათ ეს მექანიზმი. შეეძლოთ მათ წინაზე. კიდევ ერთხელ გიმეორებ, სტრასბურგის სასამართლო საქართველოს კანონებს არ აუქმებს. როდესაც ასეთ შეკითხვას ვამს, სახელმწიფო მედია ელემენტარულად ოდნავ მაინც რაღაცა განათლება მიიღეთ ამ სფეროში და ისე დასვით შეკითხვა. დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენება არ შეეძლოთ? მესამეჯერ გაგიმეოროთ პასუხი? გუშინ ნუზარციკლაური იყო პალიტასში მისული, სადაც თქვა, რომ საბოლოო კულმინაცია მთელი ამბების იქნება მაშინ, როცა ვიზებზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. და ეს როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ თითქოს ოპოზიცია სურს, რომ ვიზების შეჩერების საკითხი ისევ აქტუალური გახდეს და ვიზები შეჩერდეს. ამ განცხადებას როგორ uvizო რეჟიმის შეჩერება მე უკვე ვილაპარაკე და ქართველი ხალხის დასჯა უნდა მოღალატე ივანიშვილს და მის კრიმინალთა ბანდას. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენმა მეგობრებმა, ევროკავშირმა ძალიან მკაფიო ზღვარი გაავლონ ერთის მხრივ მოღალატე ივანიშვილსა და მის კრიმინალთა ბანდასა და მათი ოჯახის წევრებსა და დანარჩენ საქართველოს შორის, დანარჩენ მოქალაქეებს შორის. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება uvizო რეჟიმთან დაკავშირებით. გიორგი გუშინ დღეზე გავაგრძელებ აქციის მონაწილეებმა იცოდნენ
ადამიანები და სპეციალურად მივიდნენ. რამდენიმე დღე იქ დგანან და იქ მყოფ შეკრებილ ადამიანებს უშველი სიტყვებით ლანძღავენ და აგინებენ. არის თუ არა ეს პროვოკაცია? ეხლა რა თქმა უნდა ეს კრემლის პროპაგანდისტული საშუალებები ივანიშვილის ბანდის დავალებით ცდილობს რომ ის საშინელი ძალადობა რაც ქართულმა ხალხმა გუშინ იხილა გამოვარდნილი აი ამ რუსული სპეცოპერაციისთვის განკუთვნილი ბანდის ოფისიდან ტიტუშკები, ეს მოძალადეები, ეს კრიმინალები, ხელისუფლებასთან მოთანამშრომლები თონ ძველი ბიჭები, როგორ დაესივნენ ხალხს და როგორ ცემდნენ, რამენაირად გაამართლონ და თურმე საწყლები, როგორ ასე ვთქვათ, სხვა გამოსავალი არ ქონდათ, რომ გამოვარდნილიყვნენ ოფისიდან და დაარეოდენ ხალხს, მათ შორის ერთხათ მუშტები და სილები ქალბატონებს. აი ეს არის მორალი ამ მოღალატეთა რეჟიმის და მასზე მომუშავე ამ რუსული კრემლის პროპაგანდისტული მანქანებისა. არაფერი არ გამოუვათ, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება არ არის სულელი, არ არის ბრმა და ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. როდესაც იცოდნენ, რომ იქ იკრიბებოდნენ ადამიანები, შტაბში შეკრებას გულისხმობ და განგებ ამ სიტყვას ვიხმართ, მივიდნენ, შეიკრიბნენ იქ, დადგნენ შტაბთან და დაიწყეს საკმაოდ არასასიამოვნო შეძახილები, ლანძღვა, გინება და არასასიამოვნო ჟესტების ჩვენებაც მათ მიმართ. როგორ ფიქრობთ, ეს არ არის პროვოკაცია, როდესაც იცი რომ იქ იკრიბებიან, განგებ მიდიხარ და საკმაოდ ისეთი უხეშად მიმართავ. ჩაიხედეთ საქართველოს კანონმდებლობაში და პასუხი ძალიან ნათელია. ჯერ ერთ-ერთი ის ადგილი არის სახელმწიფო კი უკანონო, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურის ოფისი, რომელიც ვალდებულია პირველ ყოვლისა დაიცვა საქართველოს კანონმდებლობა, ეს ერთი და მეორე მას აქვს თმენის ვალდებულება და რომც გაკრიტიკებდნენ თუ გლანძღავდნენ, შენ არა გაკუფლება, მიხვიდე ადამიანს თავში ჩაარტყა, ხელკეტი და ფიზიკურად გაუსწორდე. ეს არის კანონმდებლობით აკრძალული, ეს არის კრიმინალი, ეს არის დანაშაული. ასე რომ ამის გამართლებას ნურავინ შეესწება, ნურც კრემლის PR და პროპაგანდის სტრუქტურებზე მომუშავე სხვადასხვა ასე ვთქვათ სტრუქტურები, რაც საქართველოში არის მედიას არც დავარქმევ. პატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ამ სიტუაციაში მტკიცებულებდა და თემაზე კითხვა მაგაც ამ თემაზე ვედავსავ, გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თქვა, რომ ეს არის კიდევ ერთხელ სახალისება გერმანიის ელჩის მხრიდან, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ის ხდება მსგავს აქციებში მონაწილე პირებს, ესაუბრება სხვადასხვა თემებზე, აკეზებს საქართველოს ხელისუფლებას და დანაშაულებს გარკვეულ საკითხებში და არღვევს ვენის კონვენციას გერმანიის ელჩი. როგორ შეაფასებთ? ეს პაპუაშვილის სუბიექტი, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული პარლამენტის ამ კრიმინალური პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული, ჩამოყალიბდა უკვე რაღაცა მანიაკალური აკვიატების მქონე ადამიანად, რომელსაც როგორც ჩანს დავალებული აქვს ამ ბანდის შიგნით, რომ ყველაზე ახლოს ვინც არის ჩვენ ქვეყანასთან იმ ქვეყნების წარმომადგენლებს და ელჩებს დაესხას თავს და კიდევ მეტი ასე ვთქვათ გააკეთონ იმისათვის რომ საქართველოს დააცილონ ჩვენს ნამდვილ მეგობრებს, იქნება ეს გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი თუ ნებისმიერი სხვა ის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო, რომელიც არის ერთგული მეგობარი ჩვენი ქვეყნისა მთელი ამ წლების განმავლობაში, რათა საქართველოს შეძლოს და გაუძლოს რუსულ მუდმივ პერმანენტულ აგრესიას, მიმდინარე აგრესიას და გაუძლოს იმ ოკუპაციას, რაც ახლაც მიმდინარეობს და ეს არის კიდევ ერთი მორიგი ფაქტი ამ ბანდის მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატისა. თქვენი შეფასება როგორია გერმანიის ელჩის სტუდენტურ მოძრაობებთან საქმიანობასთან შეფასებთან დაკავშირებით? წინა პრესკონფერენციაზე დამისვით ეს შეკითხვა და გაგეცით პასუხი, რომ საქართველოში ეს ელემენტარული ანბანი არის, რომელიც სამწუხაროდ როგორც ჩანს არ იცით, ან არ გინდათ რომ იცოდეთ, ნებისმიერი ელჩის მოვალეობა
და მისი ფუნქცია, რაზეც მას აქვს მიღებული შესაბამისი ნებართვა, ანუ აგრემანი, რომ აქ იყოს ელჩად ამა თუ იმ ქვეყნის, რომ შეხვდეს საზოგადოების სხვადასხვა ფენას. ისეთ ფენასაც, ვინც იმჟამად ხელისუფლებაში მყოფ ძალას მოწონს და ისეთ ფენასაც და ისეთ ადამიანებს თუ ორგანიზაციებს, ვინც ამ რეჟიმს არ მოწონს. ეს არის ელჩების ფუნქციები ერთ-ერთი. და ელჩები ურთიერთობენ ყველასთან, ყველასგან იღებენ ინფორმაციას, ეხმარებიან ქართულ საზოგადოებას, ეხმარებიან ქართულ სახელმწიფოს, ლაპარაკობ იმ ელჩებზე, რომლებიც წარმოადგენენ იმ სახელმწიფოებს, რომლებიცაც საქართველოსთან ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა აქვს. გერმანია სხვათა შორის პირველი სახელმწიფოა, რომელმაც პირველი აღიარა საქართველოს ჯერ კიდევ მაშინდელ პირველი რესპუბლიკის დროს 1918 წელს და როდესაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, მაშინაც პირველი იყო, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და სხვა ევროკავშირის და ნატოს სახელმწიფოებთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მარტო ეს ერთი ფაქტი რო იყოს, ესეც უდიდესი ამბავია, რომ არ დაუშვას რუსეთის მიერ დროებით საქართველოს რეგიონების, ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი მთელ მსოფლიოში. და აი ასეთ ადამიანს, ასეთი ქვეყნის ელჩს მიზანმიმართულად ებრძვიან, მიზანმიმართულად ასე ვთქვათ, აშავებენ, ლანძღავენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ხან ერთ ადამიანს შეხვდება, ან ერთ ორგანიზაციას, ან მეორეს. ეს მათი ფუნქციაა და მათი მოვალეობაა, რომ შეხვდნენ ყველას და მიიღონ ინფორმაცია ყველასგან და ვისაც საჭიროა, ვინც კანონის ფარგლებში მოქმედებს და ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების, რაც თავარია არა ამ ბანდის მოღალატეთა და კრიმინალთა, არამედ ქართული საზოგადოების ინტერესებში მოქმედებს, დაეხმარონ და ხელი შეუწყონ მათ. ესაც არის დაგეგმილი აქცია სახელწოდებით არ დაგიგდეთ. რა მიზანს ემსახურება ეს აქცია? ალბათ ორგანიზატორს უნდა კითხოთ, მაგრამ შინაარსი ყველა აქციის კრებსითაც არის ერთი. გაუწიოთ წინააღმდეგობა, არაძალადობრივი და მშვიდობიანი წინააღმდეგობა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის არსებობას საქართველოში და უთხრათ არა ყველამ ერთად ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას. ამაზე ისაუბრეს ჯაფარიძე და ხაბრიშუმაც მანამდე ეს ალბათ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ლევანს დაელაპარაკო და უნდა კითხოთ მე ამ თემაზე არ მაქვს არანაირი ის ინფორმაცია რომ თქვენ გელაპარაკოთ ესე ოფიციალურად ვისაც აქვს იმას უნდა მიმართოთ. არიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაურის გვერდები დასახელდნენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ან რა როლი შეიძლება შეითავსოს ოპოზიციის ამ გეგმაში, რომელიც მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას აქვს, რა შეუძლია გააკეთონ ამისთვის? ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მშვიდობიანად და არაძალადობრივად ვინ დაუპირისპირდება ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმს იმისათვის რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ახლა ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის დრო არის და მომენტია, ამიტომ ჩვენ არაერთხელ გვითხოვს რომ არ გვაინტერესებს წარსულში ვინ რა პოზიციაზე იდგა, ვის რა პოლიტიკური სიმპათიები აქვს, ვინ უყვარს, არ უყვარს, მოწონს, არ მოწონს, ეზიზღება თუ არ ეზიზღება, ჩვენი ამოცანაა რომ ვისაც გვიყვარს საქართველო, ვიყოთ ერთად, რათა საქართველო გადავარჩინოთ ამ კრიმინალური ბანდისგან, ამ მოღალატეებისგან, ამ რუსული რეჟიმისგან და რუსეთის მეხუთე კოლონიისგან, რომელიც ახორციელებს საქართველოში პუტინის გეგმას და ამიტომ არის საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი, ყველაფერს რო თავი დავანებოთ ამ წლების განმავლობაში ამ ბანდის მიერ საქართველოს აი ამ მართვის პირობებში მილიონზე მეტმა ქართველმა დატოვა საქართველო და საქართველო ქართველებისგან იცლება ელემენტარულად. აი ელემენტარულად მარტო ეს რო ავიღოთ. საქართველო არის გადასარჩენი, რო არ ვილაპარაკოთ იმ დემოკრატიის ჩამოშლაზე, იმ ტოტალურ კორუფციაზე, იმ ტოტალურ კრიმინალზე დაფუძნებულ მართვაზე
და უამრავ სხვა სოციალურ თუ სხვა პრობლემებზე განათლებაში, ჯანდაცვაში თუ სხვა სფეროში. ამიტომ საქართველო არის გადასარჩენი, საქართველო უნდა გამოვგლიჯოთ პუტინს, ამიტომ ჩვენთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს წარსულში ვინ იყო. ყველა არის საქართველოს მოქალაქე, ვინც კი ასე ვთქვათ, ითვლება ჩვენს მოქალაქედ, ყველას აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს და ბუნებრივია ჩვენ ვერ დავიწყებთ ვერავის ამ სიტუაციიდან გამომდინარე გარჩევას. როდესაც ქვეყანაში ნორმალური ვითარება იქნება და როდესაც ეს მოღალატეთა კრიმინალთა რუსული ბანდა აღარ იქნება სახელმწიფო ბერკეტების სათავეში, მაშინ ბუნებრივია ყველას ექნება აზრი სხვადასხვა ადამიანზე, ვინც კი იქნება ჩართული ამა თუ იმ პროცესში, როდესაც თქვათ იგივე მაგალითად, როდესაც დადგება ნამდვილი საარჩევნო პროცესი და ამ დროს თუ ვიღაცა იაქტიურებს, ყველას გავახსენებთ მის წარსულს და ყველას კითხავთ, რას აკეთებდნენ ადრე თუ რას აპირებენ მომავალში. ამიტომ ჩვენ არანაირი სახელი და გვარი ადრე ვინ სად იყო და რა თანამდებობაზე იყო, ამ შემთხვევაში აქედან გამომდინარე არ გვაინტერესებს. თვითონ ამ დოქის მიმართ ღარიბაშვილი, ლუაშვილი, გომელაუსმოთ არცებობს თქვენი აზრით რაიმე მიზეზები რის გამო შესაძლებელია შეუერთდნენ ოპოზიციის გეგმებს ან მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ეს მათ უნდა კითხოთ. თქვენთვის ან ყველა საღად მოაზროვნე მეტნაკლებად აი ნასახი თუ აქვს საღიაზრის და სინდის ნამუსის ვალდებულია ყველა ქართველი თუ შეიძლება ატროფირებული ქონდა მაგრამ გაეღვიძა აი სინდის ნამუსი და საღიაზრი ვალდებულია რომ იყოს ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის მოწინააღმდეგე და ყველაფერი გააკეთოს ყველა ნორმალურმა ქართველმა, ყველა ნორმალურმა პატრიოტმა იმისათვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, პატრიოტულმა საზოგადოებამ არაძალადობრივად ჩვიდობიანად, რაც შეიძლება სწრაფად ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდა სახელმწიფო ბერკეტებს ჩამოაცილოს. თქვენ გაქვთ ინფორმაცია ვისთან აქვთ კავშირი, ან თქვენს გაქვთ თუ არა ამ ადამიანებთან კავშირი, რომელსაც ვთქვათ? შემდეგი შეკითხვა. ანაწილძემ განაცხადა ღამის კურიერში, რომ დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ ჩვენს ბოიკოტს და ამაზე რომ გვიპასუხა და რა გამოდის, რომ დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ რევოლუციას თუ არა. ჩვენი დასავლეთელი პარტნიორები უჭერენ მხარს საქართველოს, უჭერენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, უჭერენ მხარს ტერი რუსეთის მიერ საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დროებით ოკუპაციის არაღიარების პოლიტიკას, უჭერენ მხარს ქართველ ხალხს, უჭერენ მხარს ქართულ დემოკრატიას და ყველაფერ იმას, რაც არის კარგი საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ამას უჭერენ მხარს. უჭერენ მხარს იმას, რომ საქართველო იყოს ქართული, ცივილიზებული, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო და საზოგადოება იყოს ნორმალური და არა კადიროვის ჩეჩნეთის მსგავსი სიტუაცია იყო საქართველოში. აი ამას უჭერენ მხარს, ნორმალურობას უჭერენ მხარს. ყველაფერი, რაც კი არაძალადობრივად კანონის შესაბამისად, კონსტიტუციის შესაბამისად ხდება, არის საჭირო, რომ ყველა ზომა იქნას მიღებული იმისათვის, რომ ეს მოღალატეთა კრიმინალთა ბანდა იქნეს ჩამოცილებული ხელისუფლებიდან. ჩვენმა დასავლეთელმა პარტნიორებმა უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოახდინონ პოლიტიკური, დიპლომატიური სასანქციო სახის ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის წინააღმდეგ. ნაციონალური მოძრაობა დასავლეთში ხშირად მართავს შეხვედრებს იწონებენ ნაციონალური მოძრაობის გზას ბოიკოტის კუთხით თუ აი ჯაფარიძემ რო თქვა პირიქით რომ არჩევნებში მონაწილეობაზე პირიქით დასავლეთიდან მოწოდება იყო რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა ამ მიმართებით. სწორია, ჩვენი მეგობრები ამბობენ რომ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა, მაგრამ ყველა ვინც კი აპირებს ამ პროცესში მონაწილეობა, დასვას კითხვა არის კი ეს არჩევნები? თუ ეს არის რუსული სპეცოპერაცია. ვინც ამბობს რომ ის რაც 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, რუსული სპეცოპერაცია კი არ არის, არამედ თურმე ნორმალური არჩევნებია, ის არის კოცი და ის არის კოცებთან მოთანამშრომლი. ეს არის 2x2 და ევროპარლამენტის რეზოლუცია ნახეთ, ბოლო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ წერია რომ არ უნდა მიეცეს ლეგიტიმაციის შანსი ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას.
ძალიან მკაფიოდ წერია იქ, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციას, რომლის გასაღებაც უნდათ როგორც არჩევნები, გამოიყენებს იმისათვის, რომ ლეგიტიმაცია მიიღოს. ამით ლეგიტიმაციას კი ვერ მიიღებს სრულად, მაგრამ ამის გამოყენებას შეეცდება და ოდნავ მაინც იმის წარმოჩენა შეეცდება, რომ თითქოს საქართველოში ყველაფერი ნორმალურად არის. ნუ კაი, ვიღაცა გიჟობს, იქ რაღაცა ძალიან რადიკალები არიან და ვიღაცა მონაწილეობას იღებს ამ პროცესში და ნუ არის ოპოზიციაც ყავთ და ატარებენ რაღაცა პროცესს, რომელიც რეალურად არის რუსული სპეცოპერაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ რაც 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, არ არის რუსული სპეცოპერაცია და არის ნორმალური არჩევნები, ის არის ქოცი და ქოცებთან მოთანამშრომლი. ანუ მიიღებს მშვიდობიანი რევოლუციის როგორც თქვენ ამბობთ, მხარდაჭერა დასავლეთისგან. ყველანაირი მშვიდობიანი კანონიერი პროცესის მხარდაჭერა იყო ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების და მეგობრების მხრიდან და იქნება მომავალშიც. ქრონიკის ექსკლუზიური ინფორმაციით გახარეს პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა შესაბამის წერილით მანდატ შეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართა. რომ შეგვიფასოთ ეს? საოცრება გაგვიკვირდა, ძალიან კარგად ვიცოდით, ვინც იყო გახარია, რომ ის იყო ქოცების ანასხლეტი კი არა, ჩვეულებრივი ქოცი. და დამტკიცდა ეს ყველაფერი, რომ საბოლოო ჯამში თელის დაპირებები, ის სიტყვები, ის რაღაცა ბაქიბუქი აღმოჩნდა სრული ტყუილი, რაც ახასიათებს ზოგადად ქოცობას, ქოც სხვა არაფერი არ შეუულია ხალხის გადაგდების გარდა. ახლა ყველა უნდა დაფიქრდეს, ვისაც უთანამშრომლია ამ ქოცებთან და ვინც აპირებს ითანამშრომლოს მომავალშიც მათ შორის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით და თავს ნუ გაისულელებენ და თავს ნუ მოიჭრიან ამ ქოცურ მოღალატურ ძალასთან თანამშრომლობით, რომელიც ახლა ცდილობს, რომ რამენაერად შეასრულოს ის როლი, რა როლიც იმ თავით ჰქონდა დაკისრებული, რომ გაჭირების შემთხვევაში, როდესაც გაუჭირდებოდა მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას, შეეშველოს და რამენაერად ლეგიტიმაციის რაღაცა ნიშანწყალი შეძინოს უკანონო ძალადობით და რუსული სპეცოპერაციით ჩატარებული არჩევნების შედეგად შემდგარ ქოცურ პარლამენტს და ქოცურ რეჟიმს. ძალიან ბევრჯერ თქვით ამის თაობაზე, დღესაც ძალიან ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ კიდევ ერთხელ გაგცემთ პასუხს, ძალიან მკაფიოა ჩვენი მიზანი და ჩვენი სტრატეგია. ჩვენი მიზანი არის საქართველოს გადავარჩინოთ და ხელისუფლების ბერკეტებს ჩამოაცილოთ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდა, რომელიც აქცევს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ის ფაქტორია ჩვენს ქვეყანაში, რომ საქართველოს დაიცალა ქართველებისგან, რომელიც ძარცვავს საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს, ყლებს ყველაფერს, რაც კი ხელში მოხდება, სახელმწიფო ქონება, ერის და ხალხის საკუთრება და ყველაფერს აკეთებს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისათვის და იმისათვის, რომ პუტინის გეგმის შესაბამისად საქართველოს გახდეს რუსეთის ვასალი რაღაცა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი და დაუბრუნდეს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტას. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობიანად, არაძალადობრივად ეს რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოაცილოთ. მადლობა. როგორც აქამდე ვისაუბრეთ, თქვენი თანაპარტიელები ამბობდნენ ხოლმე, რომ აქტიურად ვახორციელებთ შეხვედრებს ხალხთან, მათ შორის რეგიონებშიც გეგმავდით წინასწარ პერიოდში. არა მარტო გეგმავდით, ახლა ხან ვიყავით მარნეულში, ნახავდით. რა ტიპის შეხვედრები გაქვთ? ჩვენი შეხვედრები ბუნებრივი არის საუბარი ჩვენ ხალხთან ქვეყნის მდგომარეობაზე, ყველაფერზე, რაც კი ხალხს აინტერესებს და ახლა აქტუალურია ის, რომ ჩვენი საზოგადოება არ მოტყუდეს და ხალხმა ნაცვლად რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე მისვლისა გამოვიდეს ქუჩაში, თბილისში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, იმისათვის, რომ ყველამ ერთად მშვიდობიანად და არაძალადობრივად უთხრათ არა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას.
რაზეც საუბრობთ აქციის ფარგლებში, როგორ გესახებათ, რამდენად შეიძლება ამის სისრულეში მოყვანა? გააჩნია რამდენი ადამიანი იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია არის არაძალადობრივი მშვიდობიანი მოქმედება. თუმცა ბოლო აქციებზე, თუნდაც ნოემბრის უნახულობით პიროტექნიკას გამოყენებულ დაპირისპირებას გამორიცხავთ, რომ ოთხშიც ვიხილოთ მსგავსი პრობლემები. ეს დამოკიდებულია რეჟიმის მოქმედებაზე. საზოგადოების რეაქცია იქნება ადეკვატური რეჟიმის მოქმედებისა.